სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის მიმდინარეობის გასაცნობად მიხეილ სააკაშვილი ყვარლის საავადმყოფოში მივიდა და პაციენტებსა და ექიმებს შეხვდა. პრეზიდენტი დაინტერესდა დაზღვეულთა სამედიცინო მომსახურებისა და მათი რეგისტრაციის პროცესით. მან მოინახულა ის პაციენტებიც, რომელთაც უკვე ისარგებლეს 1 სექტემბერს ამოქმედებული პოლისით და ძვირად ღირებული ოპერაციებისთვის აუცილებელი თანხების სახელმწიფო დაზღვევით დაფარეს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სადაზღვეო სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწება, რათა ის მეტად იყოს მორგებული პაციენტების მოთხოვნებს. წუთში მოვიდა სასწრაფო, წუთში მოვიდა ექიმი. ისეთი მომსახურება და იმის დაკარგი ექიმები არიან. ყვარელში თუ ესეთი დონე გქონდა ჩვენ ევროპის დონეა. იმიტომ ახალ კლინიკა რო გაკეთა ევროპის დონის. ექიმები ჩვენ ნიჭიერ ხალხი იყო. სილამაზე და მომსახურება კიდევ ექიმები. ჩვენ კარგი ექიმები ყავს ნიჭიერი, უბრალოდ საშინა პირობებში იყო, საშინა საავადმყოფოში იყო, არაფერი არ ქონდა და ერთ-ერთი რაც არის დასახვეწა ექიმებს უკეთეთ ისე რაღაცა თელერიგი რაღაცები ხა პრაქტიკაში გამოსწორდება, რაღაც პატარა დეტალები რაც ყველა მერთად უნდა დავხვეწოთ, ხა პრაქტიკაში გამოჩნდება, ხა რაღაც ხარვეზები იქნებოდა თავისთავად. ესე ვიგებ ხوارალა. არა, բայց ძამიშოც, აი ყველაზე მეტად მე არ სოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ერთ დღეში გაიზარდა მილიონი დაზღვევა. აი ჩვენ რანომ პრეზიდენტო ყველგან მონიტორები, აი ბაჯიანი რო არის ჩვენი სოციალისტების წარმომადგენელი რეგისტრაციაზე არ ქონა პრობლემა, თქვა სხვაგან არის რეგისტრაცია, შეიძლება პოლიცია არ მივიდა. ამიტომ ეგეთ შემთხვევები რო არის, აქვე უბეჭდავთ პოლიციას. ასე მაგის პრობლემაც არის. რამდენი ამოუბეჭდეთ? რამდენი პოლიცია? და არის შემთხვევა რომ მოვიდა და პოლიცია დარჩა სახლში. დუპლიკატები და ეგრევე ამოუბეჭდა და ეს ყველაფერი ელექტრონიზირებულია და კომპიუტერიზირებულია. გამარჯობათ, როგორ ხართ? როგორ ხართ მაგრამ? გუშინ გაუკეთეს ოპერაცია? ესე პირველში ესე 2 საათის შესული იყო ძალაში დაზღვევა. სადაზღვეო პოლიცია ოპერაცია დაჭერდა. და ადერ არ ქონოდა სადაზღვეო პოლიცია დაჭერდა. 1350 ლარი ესე ვერ შეძლება გამოიწვია. აი რა შეება ეს დათო კონკრეტული შეება 1350 ლარი 2 საათით მიუსა 2 საათის მიცემული იყო დაზღვევა. ეხა ხო ხარ და ბაზარია. რა მოხდა კუჭის პატარა წამოწიავი დიდი ამბავია. ვიცი პერფორაცია ხა პატარა რა მაგრამ ის არ არის ყოველ შემთხვევაში დიდი უბედურება იქ არის ყველაფერი მორჩენადი. ეგ ახალგაზრდასაც შეიძლება დაემართოს თქვენ ასაკის ადამიანს ყველას. მე ყველა ერთად გავაკეთე. კიდე პირველად მეც გავაკეთე. ყველანი ნეოთ ეხლა გამოჩამთელდით ყველაფერი კარგად იქნება. აბა თქვენ